მოდი აი პრემიერის დაპირება გავიხსენოთ, თითქმის ერთი თვე გავიდა ამ დაპირებიდან. დადგეს საკითხი იმაზე, სად არის დაპირებული გაიაფება და რამდენი დრო ჭირდებათ ამ გაიაფების მისაღწევად. ხდება ხშირად გამოხატავს სწორხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასდამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%. იმპორტი, დისტრიბუცია, საცალო რეალიზაცია აი ეს ჯაჭვი ქვეყანაში პროდუქტს მნიშვნელოვნად აძვირებს. კონკრეტული მაჩვენებელია მნიშვნელოვნად აძვირებს. მოდით ახლა ნახოთ ცალკეულ პროდუქტებზე როგორ ძვირდება. შევხედოთ კარაქის შემთხვევაში როგორია ფასნავად. 150%-იან გაძვირებაზე ვსაუბრობ, მეგობრებო. სრულიად სერიოზულად 150% ძვირდება. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მოდის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ჩერდება, ასე ვთქვათ, საბაჟოზე ნულოვანი გადასახადით ხდება სუპერმარკეტების ქსელში, არაფერი არ იბეგრება და ამის შემდგომ ხდება 150%-იანი ფასნავად. წყალი, ძირითად შემთხვევაში ქართული პროდუქტი 127-დან 174%-მდე. რძე 122%, მაწონი 128%. ეს არის პროდუქტი, ეს არის ფასნავადი, კიდევ ერთხელ, რომელიც წარმოიქმნება არა საგადასახადო დაბეგრის რეჟიმით, არამედ გაურკვეველი შეთანხმებული მოქმედებებით დისტრიბუცია და საცალო ქსელს შორის. წლიდან წლამდე ქართული სადისტრიბუციო კომპანიები და ქსელები ახერხებენ იმას, რომ გაზარდონ მარჟა სწორედ არასწორად დაწესებული ფასებით. ანუ ყველა დიაგრამა მზარდია, ამ შემთხვევაში რაც არის. ანუ წლიდან წლამდე ისინი უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვენ იმისთვის, რომ პროდუქცია განათავსონ საკუთარ დახლებზე. მხოლოდ აი ამ ნაწილში, თუ ჩვენ ავიღებთ ბოლო 9 თვის მაჩვენებლებს, 18 მილიარდი ლარია, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში შემოსავალი სწორედ ამ საცალო ქსელებით. 18 მილიარდი ხელისუფლება აღიარებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს სადისტრიბუციო და სუპერმარკეტების მსხვილი ქსელების მონოპოლიური გარიგება, რომლის საფუძველზეც უბრალოდ სუპერმარკეტებმა დახლზე რო დადონ ესა თუ ის პროდუქცია შემოტანილი თუ აქ წარმოებული პროდუქცია წარმოებელს ან შემომტანს ეუბნებიან აი ეს არის სტავკა ამდენი აი შენი ღირებულების 40-50% ხო გიჯდება პირობითად ეს 1 ლარი ხო ამის 40-50% მე უკან უნდა ჩამიიწვე მე უნდა მომცე თუ ეს ლარი უჯდება წარმოებელს მას არ შეუძლია ლარად მისცეს ასე ვქი სუპერმარკეტს და 50 თეთრი უკან გადაურჩოს ამიტომ უწევს ჩააბაროს უკვე ლარნახევრად ხო შემდეგ ფასნამაც ის ზემოდან ამატებს კიდე რაღაცა 30% თავის მოგებას ეს სტავკა რაც გითხარით ჭალებში ეს არ არის მოგების ნამატი მოგებას ცალკე ამატებს ანუ პროდუქციის წარმოებელს ჯერ ეუბნება 50% შენი პროდუქციის ღირებულებისა მე დამიბრუნე მე ზემოდან ამატებს თავის მოგების გადასახადს ამას კიდე ემატება დისტრიბუციის გადასახადი და ჯამში ადის აგერ როგორც გითხარით სადისტრიბუციო მსხვილი კომპანიები იგივე პრინციპით მოქმედებენ ისინიც რაღაც თავის გაბერილ მოთხოვნებს აყენებენ თუ არ გინდა წადიდე სადაც კი შენ თვითონ დაარიგე შენ გაყიდე რაღაც ეზოში თუ გინდა სუპერმარკეტში არ დავდებ ამ პროდუქციას და ჯამში ეს პროდუქცია შემდეგ ძვირდება ისე რომ აგერ ხო ხედავთ რაღაცა კარაქი რა ვიცი წყალი რძე რაღაცა ნებისმიერი აუცილებელი პროდუქტი აუცილებელი მოხმარების 2.5-ჯერ 2-ჯერ 3-ჯერ უფრო ძვირად იყიდება ხო ეს არის მოცემულო პრემიერმა აღიარა რომ ეს ხდება მონოპოლიური გარიგებით სუპერმარკეტებთან დაძირეს ყველა კონკურენტი პატარა მაღაზიები რო იყო რაღაცა მცირე მეწარმეების მცირე სავაჭრო ქსელები ხედავთ თქვენ გარშემო მსხვილ ქალაქებშია სად გაქრა ეგ მაღაზიები ჯერ დაძირეს ეგ მაღაზიები შემდეგ დაუყენეს დაუწესეს უბრალოდ დამატებითი გადასახადი გინდა არ გინდა და ეგ გადასახადი
არ შემოვა შენი პროდუქცია დახლებზე და მაგ გადასახადს დამატებით გადასახადს რომელიც მსხვილი სუპერმარკეტების ჯიბეში მიდის იხდის ჩვეულებრივი მომხმარებელი ხო და წლიდან წლამდე ეს დამატებითი გადასახადის ჰაერიდან არაფერში ჯდარი ჰაერიდან მოგონილი მონოპოლი გადასახადის ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ანუ 22 წელს ერთი იყო, მე მოამატეს 23-ში, 24-ში და მასე ბერავენ ფასებს, ხელოვნურად გაბერილი ფასები, რომელიც როგორც კობახიძემ აღიარა, ევროპულ ქვეყნებში არსებულ პროდუქტებზე ნაკლები ფასია, სუპერმარკეტებში სადაც წესით თანამშრომლის ხელფასი მეტია, ქირის ფასი მეტია, ყველა ხარჯი მეტია, მაგრამ პროდუქტების ფასები იქ მნიშვნელოვნად დაბალია ვიდრე ჩვენთან. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში. ერთი რომ ეს სუპერმარკეტები ეს ხილი ბიზნესი საქართველოში საერთოდ ყველაფერი ფუნქციონირებს მხოლოდ ოცნებასთან შეთანხმებით, ოცნებასთან კოოპერაციით და ოცნებასთან არის შეზდილი. პრობლემა იმაშია რომ ამ ხილი სავაჭრო ქსელების მეპატრონეები არიან ოცნების შემომწირველები პარტიის და არა მხოლოდ შემომწირველები, არამედ ბიზნეს პარტნიორები, ღია თუ როგორც აღიარა. ღარიბაშვილის საქმემ გვაჩვენა არსებობს ბიზნეს პარტნიორობა, რომელიც დეკლარირებული არ არის, ანუ შავად რაღაცა ბიზნეს ურთიერთობებს აწარმოებს კორუფციულად, იმას რასაც არ ასახა ოფიციალურ დოკუმენტებში, ან ასე არადეკლარირებული, ან დეკლარირებული ბიზნეს პარტნიორები არიან, ხო, ანუ ეს ხალხი ბევრი მათგანი ზოგი პარლამენტში ზის, ზოგი სხვა თანამდებობებს იკავის და პარალელურად არის მოწილე თანამესაკუთრე ამ მსხვილი სუპერმარკეტების. პრობლემა იმაშია, რომ ერთი ამ სამართლიან პოზიციას გაჟღერებულ სამართლიან, დეკლარირებულ დონე სამართლიან პოზიციას კობახიძის რომ უხეში უსამართლობა ხდება მომხმარებლების მიმართ დიდი კითხვები უჩნდება რომ კი მაგრამ თქვენია ეს ბიზნესი და აქამდე სად იყავით თქვენ თვითონ რატო აწვირებთ რა უნდა ამ პრობლემის მოგვარებას აი თქვენ თვითონ გააიაფეთ ერთი ეს პრეტენზია ჩდება და იწვევს სერიოზული უნდობლობის და პრეტენზიის საფუძველს მეორე თუ ვიღაცას არ ჯერა შეიძლება დაუშვათ რომ არ ჯეროდეს რომ ამათი საკუთრება თუმცა ამის გადამოწმება შეიძლება კონკრეტული სახელებით რომ ამათი დეპუტატები და ამათი წევრები არიან თანამესაკუთრეები ხო და ამათ დაფინანსებლები მაგრამ თუ ვიღაცას არ ჯერა მეორე კითხვა ჩდება თქვენ კაი ხალხო ეს რო ხდებოდა მართლობის 13 წლის თავზე უნდა გაგახსენდეთ აი კონკრეტული ადამიანები რა ვიცი თაობა გაიზარდა ისე რომ ოჯახები საჭმელს ვერ ყიდულობდნენ ბავშვებისთვის წესიერ აი ბავშვები იზრდებოდნენ და რაღაც ხილს და ტკბილეულს ნატრულობდნენ და რაღაცა ხორციან საჭმელს ნატრულობდნენ და მაგის უზრუნველყოფა არ შეეძლოთ მშობლებს ასაკოვანი ხალხი ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ თაობა გარდაიცვალა ისე რომ აი პენსიონერები ნატრულობდნენ ნორმალური საჭმლის საკვების მიღებას და იმის ფული არ ქონათ თქვენი საარსებო მინიმუმის რეალურ ზღვარს ძალიან ქვემოთ ჩამოცელილი პენსიების პირობებში რომ და აი ხელოვნურად გაძვირებული პროდუქტის პირობებში რომ რაღაცა ადამიანური საკვები მიიღო ნორმალურად მოეხერხებინათ საკვების მომზადება და ყიდვა ხო აი თაობები ან გარდაიცვალა ძალიან ბევრი ადამიანი და ან გაიზარდა 13 წელია ხელისუფლებაში ხართ ხო ეხლა რანაირად გახსენდებათ თუ თქვენ მართლა რამეს აპირებთ ან 13 წელი სად იყავით 13 წელი ეს თქვენი პასუხისმგებლობა არ იყო ის 13 წელი რო ადამიანებმა შიმშილში გაატარეს იმაზე პასუხისმგებლობას ვინ იკისრებს ანუ იმაზე ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტულად კობახიძე რო თქვას რო აი რაღაცა მე 2 წელია მხოლოდ პრემიერი ვარ ხო მაშინ 2 წელი სად იყავით აი 2 წელი რატო არ გამოვასწორეთ ეს პრობლემა პრემიერი ხო მაინც 2 წელი ხართ და წინა პრემიერები ვის დაყენებულია, ვის შერჩეულია, წინა უმოქმედობა ვისი პასუხისმგებლობა და კაი, აი დაუშვათ ვიღაცა ძალიან შემდობი აღმოჩნდა ამორჩევლებიდან, ამორალობამდე შემდობი და აი კაი მაგას ნუ გავუხსენებთ, ეხლა ხო აკეთებთ. ეხლანდელი მიდგომა ხელისუფლების აი ერთი თვის წინ გამოაცხადეს, რომ ეს პრობლემა რეალურია, ხო? ერთი თვე რაღაცა წინა საახალწლო დასვენების და კომისიის არამუშავების ეს რამდენად ადეკვატური ქმედებაა ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლების ოპერატიულობა, ეფექტურობის ერთ-ერთი
აუცილებელი ფაქტორი არ არის, რა ვიცი, უცებ გაირკვა, რომ ხელოვნურად გვიძვირებენ პროდუქტებს, რა ვიცი, ახალი წელი თქვენ თუ დასვენება გინდათ, ხალხს პროდუქტის ყიდვა უჭირს და პროდუქტის ყიდვა უნდა, ხო? და ეგ თუ გაირკვა, რომ ხელოვნურად უძვირებენ ხალხს პროდუქტს და ადამიანებს სახში, რა ვიცი, ელემენტარული საჭმელი ვერ მიაქვთ ბავშვებისთვის. აქ ეხლა რაღაც დასვენების მოწყობის დროა თუ კომისიას რაც შეიძლება სწრაფად უნდა ქმნიდეთ და რაც შეიძლება სწრაფად მოათრევდეთ იმ სუპერმარკეტების მეპატრონეებს და ძალიან მარტივად გაშიფრადი სქემა. იმდენ მარტივად გაშიფრადი სქემაა, რომ არ ვიცი, მაგას გაშიფრაც არ ჭირდება მილიონი უამრავი ის მწარმოებელი ანგნებოთ პროდუქტის შემოტანი. უბრალოდ მოვა და გეტყვის, აი ამდენს ამატებინებიან. კონტრაქტები აქვს გაფორმებული ხალხ რა უნდა იკვლიოთ. კონტრაქტებში უწერიეთ, რომ აი ამდენს დაამატებ, ეს არის ჭყალებში სტავკა. და ამდენს ამატებ. შენი პროდუქტის ღირებულობის 50%-ს მიმატებ. მე ზემოდან მე მოგების გადასახადსაც დავამატებ. აი რას ვერ იკვლევთ, რას ვერ ჩქარობთ. ან დრო რაში იწელება, რატო არ ჩქარობთ, რატო ეხლავე არ ვაიაფებთ პროდუქტებს, რატო ვწელავთ კომისიის შექმნას, რომელიც ჯერ არ შექმნილა. ისე ხო არ ვაპირებთ მიუნდგეთ ამ პროცესსაც, როგორც ნაცებს, როგორც პოლიტიკურ ერთეულს საკონსტიტუციო სასამართლოში დავასრულებთ, როგორ გამოაცხადეთ, ოღონდ ეხლა აღარავინ აღარ იცის და აღარ ახსოვს, ეგ სად როგორ და როდის იწყება ან სრულდება. მასე ხო არ ვაპირებთ მიდგომას. ან ეს ხო არ არის ეგეთი საქმე, ეს არის საქმე, რომელიც რავი, ადამიანების შიმშილს და ელემენტარულ დაპურებას ეხება, ხო? და თუ რამის გაკეთებას აპირებთ, დაწყება მაინც ამ საქმის ერთვიანი უმოქმედობის ფონი, რომელსაც ახლა უყურებთ, რამდენად დამამშვიდებელი სურათი იმაზე, რომ საბოლოო ჯამში რამე გაკეთება. მე დიდი ეჭვი მაქვს იმედია, ყველა დიდი იმედი მაქვს, რომ ამაში ვცდები და დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ შევცდები, მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ თვალსა და ხელშუა რაღაცა მორიგი ნაც მობრუნების კატაკლიზმების დაორგანიზებით, რომლებზეც როგორც გაიგო თვითონვე ყოფილა მათ დამფინანსებლები და დღესაც ეგრეა. ამ კატაკლიზმებით უბრალოდ ყურადღებას გადაიტანენ, თვეებში გაწელავენ ამ მოლოდინს გაუფერულებენ, ხალხს დაავიწყებენ და მე რომელიღაცა მომავალი არჩევნების წინ იტყვიან, რომ აი ხო გახსოვთ მაშინ რომ დაგვიდით. აი როგორც ღარიბაშვილი რომ დაგვიდა, ხო გახსოვთ იმას გაგიაფებთ წამლებს, ხო მაგრა გააიაფეს. აი მაშინ ხო იზეიმა ხალხო, აი მაგარი პრემიერია რა. აი წამლებს გვიაფებს თქვენ რანაირად აკრიტიკებთ, ახლა კარგიც ხო უნდა დაინახოთ არა? წამლებს ხო გვიაფებს, კარგი არ უნდა დაინახოთ. ამის ძახილში გამოვიდა რომ წამლები მხოლოდ გაძვირდა და რავი, მათ შორის შეიძლება იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ბევრი იპარა. და მათ შორის რავი, ეკონომიკას დააწვა ტვირთად იმ რაოდენობის ფულს იპარავდნენ ერთ ჯიხურში თურმე 600 მილიონზე მეტი დოლარი გადაახურდა, ის წარმოიდგინეთ პარვის მასშტაბები და ეგრევე ხლაც იგივე სურათი ხო არ გველის საბოლოო ჯამში შერყეული რეიტინგის ფონზე, როცა იგივე არაბიზაციას ძალიან კრიტიკულად ხვდება საზოგადოება, უცებ ყურადღების გადასატანა და რეიტინგის ჩასაკორექტირებლად ეს თემა შემოიტანეს, რომელსაც დაივიწყებენ. ჩვენი ამოცანა საზოგადოების უნდა იყოს, რომ ამის დავიწყების საშუალება არ უნდა მივცეთ. აქ ყოველდღე უნდა ვახსენებდეთ, რომ სად არის გაიაფებული პროდუქტები. ეს არ არის საკითხი, რომელსაც ჭირდება თვეები. ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს კვირების განმავლობაში და მით უმეტეს 1-2 თვის განმავლობაში ნამდვილად უნდა მოგვარდეს. ამიტომ რაც ჩვენ პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოების კრიტიკულად განწყობილ ნაწილს გვევალება, ჩვენ აუცილებლად უნდა მივაწვეთ ამათ იმაზე, რომ ყოველდღიურად მოვთხოვოთ ხოლმე პასუხი, სად არის გაიაფებული პროდუქტები და ვაიძულოთ, ან ძალიან დიდი პოლიტიკური ზიანი მიიღონ, ან უნდა დათმონ საკუთარი ფინანსური ინტერესები ამ პროდუქტებთან დაკავშირებით და პროდუქტებით ხალხის ხარჯზე გამდიდრებასთან დაკავშირებით და გააიაფონ პროდუქტები.